ბუნებრივია ჩვენი შეხვედრები გრძელდება და ეს შეხვედრები პოზიტიური ხასიათის რომ არის ეს ერთი, მაგრამ ჩვენთვისაც განსაკუთრებული სტიმულია. მაგალითად, რაჭაში ესეთი დინჯი და კარგი ხალხი იშვიათია მოგეხსენებათ და დღესაც ასეთივე შეხვედრა იყო. ჩვენ ვისაუბრეთ ყველა მიმდინარე თემაზე, მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე, ქვეყნის გამოწვევებზე და რაჭველებიც ისევე როგორც სხვა კუთხის და სხვა მხარის წარმომადგენლებიც ძალიან ადეკვატურად აღიქვავენ იმ პრობლემებსაც, გამოწვევებსაც, პოზიტივებსაც, რაც ამ ქვეყანაში ხდება და ამიტომ ბუნებრივია ძალიან კარგი შეხვედრა იყო. სამართალდამცველებზე თავდასხმის შეწყალებაზე უნდა კითხოთ, სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიევის შეიცვალა. პროტესტი უკვე მოყვა ამ გადაწყვეტილებას მისმა ხელმძღვანელობამ დაწვა ადმინისტრაციამ შემოსწეს. არის თორე ძალადობრივი. კი, აბდალაძე არის ძალიან ღირსეული ადამიანი და სხვანაირად ვერ მოიქცეოდა, ალბათ საერთოდ არ გამკვირვებია მის ეს გადაწყვეტილება და უნდა გახსოვდეს, რომ არა მხოლოდ პოლიციელზე ძალადობაში, არამედ ოჯახურ ძალადობაში, საკუთარ მამაზე ძალადობაში მსჯავრდებული ადამიანიც არის და პოლიციაზე და საკუთარ მამაზე ძალადობაში მსჯავრდებული შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა, რაც არის მისი ნაცური გადაწყვეტილება, მეტი არაფერი. როდესაც იწყალებ პოლიციელზე და მამაზე, საკუთარ მამაზე თავდასხმას, ეს უკვე შენი პოლიტიკური მრწამსის შემადგენელი ნაწილია და არ უნდა დაგვაუწყდეს წინა პერიოდში ვინ შეიწყალა. მის შეწყალებულთა სიავა გაიხსენეთ. ვინ შეიწყალა და ამით უკვე დასკვნები მარტივი გამოსაყენია. გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ, ოპოზიციას კვლავ არ აქვს არგუმენტები და ვერ აკონკრეტებენ რატომ არის კანონის ცუდი, აი რას უკავშირდება? ვერც ვერასდროს დავამატებ, აი უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ გარკვეული შავი ფული შექმნის. ახლა შეიძლება კითხვას გავცემთ და მე მეორის. გარანტიას ვაძლევ ვერასდროს ვერ დააკონკრეტებენ რა არის ცუდი. არა თუ რუსული, არა თუ რაღაც სხვა საკითხები. ცუდი რა არის, ამასაც ვერ იტყვია. და ამ ფონზე მათ ამ პროტესტსაც, მათ ამ ვითომ ემოციებსაც აბსოლუტურად ეკარგება ფასი, იცით რატომ? აი მაგალითად ხელისუფლებას უნდა გაუპროტესტო მაშინ რაღაც, როდესაც არგუმენტებს ეუბნები და ის ამ არგუმენტებს არ იგებს, ვერ იგებს. გაუპროტესტებ. ბოდიში, ნუ შემაწყვეტინებთ ძალიან გთხოვთ. ნუ არა, ნუ შემაწყვეტინებთ ერთ წამით. ხელისუფლებას შეიძლება მაშინ გაუპროტესტო, როდესაც შენ ეუბნები არგუმენტს, რატომ არის ცუდი რაღაც და ხელისუფლება მას არ ისმენს. ხო ასეა? მაგრამ როდესაც არგუმენტს არ ეუბნები და პირდაპირ შეტევაზე გადადიხარ, ამ პროტესტს ფასი ვერ ექნება. ეს პროტესტი არის ყალბი პროტესტი. და ყალბი პროტესტები მართლაც ოკუპანტი ქვეყნისგან გვახსოვს ჩვენ რაღაც თემებზე და ამიტომ კარგად დაფიქრდეს ყველა, წაუკითხავ კანონს რომ აპროტესტებენ ადამიანები, ჯერ ყველას ურჩევ რომ წაიკითხოს რა წერია იქ ისეთი რაც არის ცუდი. აბა თქვენ რადგან ჩაერთეთ ახლა ამ ამბავში, მითხარით რა არის ცუდი იმ კანონში? არგუმენტია რომ არ უნდათ ორგანიზაციებს თავად. არ უნდათ, აი არგუმენტი, ნახეთ? დიახ, რა თქმა უნდა. ნახეთ, არ უნდათ ორგანიზაციებს რა. სხვა ქვეყნის გავლენის ინტერესების გამო. დიახ. აი ხლა ნახეთ, არ უნდათ, არ მდომა არგუმენტი არ არის ერთი. მეორე, ერთადერთი ვალდებულება მართალი ბრძანდებით არის შესაბამის რეჟისის გარეგისტრება, დეკლარაციის შევსება, ანუ გამჭვირვალობა. თუ ეს მისაღებია ცივილიზებული სამყაროს ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ეს კანონი მოქმედებს. მე შემიძლია წაგიკითხოთ, ახლა გერმანიის კანცლერი. კი, არა, იმან და ამან გვითხრა, არა, ერთი წამით, არა, იმან გვითხრა და ამან გვითხრა და ახლავე გადავალ. გერმანიის კანცლერმა თქვა, რომ დიახ, მსგავსი ჩვენთან არ არსებობს. არსებობს ასეთი კანონი. ერთი წამით, არსებობს ასეთი კანონი ჩვენთან. ხო არ არსებობს? ასევე არ არსებობს ევროკავშირში. ჯერ არა ევროკავშირშიც. აი ეს არის პასუხი. იქაც დაინიცირებულია, ჩვენთანაც დაინიცირებულია. ჩვენ ჯერ არ არსებობს ასეთი. ეს თქვა გერმანიის კანცლერმაც, მაგრამ მან სხვათა შორის იმედი გამოთქვა, რომ არ მიიღებთო თქვენ გამსახითო და არ მიიღებთო საქართველოში ამასო, ისევე როგორც თქვა ევროკავშირშიც. ანუ გერმანიის კანცლერს თავისი აზრი აქვს მართლა და ის კაცი დაუპირისპირდა მათ შორის ევროკავშირის ინიციატივასაც, დირექტივასაც, იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა დარეგულირდეს ეს და მსგავსი სფერო. ამ სფეროს რეგულირების ევროპისეულ ვერსიასაც შეეწინააღმდეგა, ხო ასე იყო? იმედი მაქვს, აქაც არ მეიღებენო, ხომ მსგავსი სიტყვები თქვა. ანუ მას აქვს თავისი პოზიცია. არ მოსწონს როგორც ჩანს, არც ევროდირექტივა, არ მოსწონს არც კანონი. ეს მისი საქმეა. ბოდიში. ეხლა რაც შეეხება თქვენ რაც არ მოგწონთ. აი მაგალითად, გაერთიანებულ სამეფოში გაგვაკრიტიკეს ხო ბრიტანელებმა ჩვენ უცხოური გავლენის სქემა, ასე ქვია მათთან. და აგენტების რეესტრი აქვთ.
აგენტების, ისევე როგორც ამერიკელებს. რეგისტრირდებიან ორგანიზაციები. უცხოური გავლენის რეგისტრაციაში აგენტებად. იქ აგენტებად. იქ აგენტებად ჩვენთან ამას არ ვაპირებთ. არა, ერთი წამი ახლა თქვენ რას მიპასუხებთ ევროკავშირში. ახლა ერთი წამი. მესამე ქვეყნების სახელით განმახორციელებელი ინტერესების წარმომადგენლობის გამჭვირვალობის შესახებ შიდა ბაზარის ჰარმონიზებული მოთხოვნის დაწესება. ეს არის ევროკავშირის პროექტი. შემდეგი ვნახოთ ავსტრალიაში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის სქემის აქტია. შემდეგი ვნახოთ კანადაში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის გაძლიერება ქვია კანონს. შემდეგ საფრანგეთში მიღებული კანონი უცხოური გავლენის ტყუილია. უცხოური გავლენის დასაძლევად. ბოდიში, ჯერ თქვენ კოლეგასაც მაგალითად, აი გავჩერდეთ საფრანგეთზე, ხო? რა ხდება აქ არის ვის მიმართაც არის ტყუილია. გუშინ მაგალითად თქვენმა კოლეგამ მომატყუა ფორმულადან რომ გუშინწინ რომ ეს არისო განმარტებით ბარაჩიო მოვიკვლიე ეს ამბავი და განმარტებით ბარაჩი კი არა დაზვერვის ანგარიში სადაც ამერიკის შეერთებული შტატების მიმართაც კი პრეტენზიებია გამოთქმული ანუ თქვენ ამბობთ რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს მოიხსენებს მტრულ სახელმწიფო საფრანგეთი აი ამ აბსურდში შევდივართ. ახლა გადავდივართ თქვენ კოლეგასთან. თქვენ როგორც იცით, არასწორად იცით, კაცო, თქვენ არა, ერთი წამით მოხსენებულია ბევრი სახელმწიფო და მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებზე ლაპარაკობს, რომ ეკონომიკის ძირგამოხდა საქმიანობა შეიძლება ეწეოდეს და ანუ თქვენთან ეთერში რამინდა კაცო 1% ტელევიზიაში ეთერში რამინდა. ოპონირება ხომ და შავი ფულის ნაწილთან ამბობენ რომ აღნიშნულ ქვეყნებს მიკროფონი გაგივარდა ესეთ რაღაცას ქვეყნებს აქვთ ეგრეთ წოდებული ჩამწერი. ესებეშინია კაცო თქვენ როგორ შეიძლება მაშინ. გამჭვირვალობის გეშინია თქვენ აი ეს ოპონირებს აგერ მე ოპონირები და რას ლაპარაკობთ ის ახლა. და ბოდიში და ამას გავცემ და რა შეიძლება. ამ წლების განმავლობაში ჩვენ დარტყმები სად ვნახეთ. დაარტყეს სასამართლოს პოლიტიკას, ქვეყანას პარტიების დაფინანსება ვნახეთ, შავი ფული იხარჯება პარტიული კუთხით, ეკლესიის წინააღმდეგ მაგალითად და ლგბტ პროპაგანდაში. ჩვენ ეს ხომ ვნახეთ. ანუ არის ორი მიმართულება, პარტიები და პროპაგანდა. ამ ორი მიმართულებით იხარჯება ეს შავი ფული. იმიტომ არ ვიცით მაგალითად 7 NGO-ს მე დახარჯული 70 მილიონი სად არის. და თან საქართველოს ამოცემულობა გვაქვს, ვიცით რატომ იბრძვიან ეს აი ბოლო რესურს, მათ შორის საერთაშორისო რესურს რატო იყენებენ, იცით? იმიტომ იყენებენ რომ 95%-ს უცხოეთთან შემოსული თანხებისას, გრანტებისას ხარჯავს 10 NGO და დანარჩენ 5%-ს ხარჯავს რამდენიმე 1000 NGO. მიხვდით ამ ხელა დისონანსია და არარელევანტურობაა ფულის ხარჯვის ამბავში? ანუ 5% მაქსიმუმ შეიძლება არც ამდენს, პირობითად ვამბობ. შეიძლება არც ამდენს ხარჯავს 1000-ობით NGO. რაღაც თეთრებზეა საუბარი და 10-15 NGO ხარჯავს 95%-ზე მეც და ეხლა ისინი იბრძოლებენ ამ შავი ფულისათვის ბუნებრივია და თავისი ინტერესები აქვს მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს რომ ეს არ არის მხოლოდ გამჭვირვალობისთვის ბრძოლა ჩვენი მხრიდან მათი მხრიდან არის შავი ფულისთვის და ჩვენი მხრიდან გამჭვირვალობასთან ერთად ეს არის ბრძოლა ქვეყნის მეტი დამოუკიდებლობისთვის და რეალური ევროპულობისათვის ეს არის ბრძოლა ამ ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებისათვის და ჩვენ უნდა შევძლოთ რომ გარედან თითის რაზეც დაგვიქნევენ და რასაც მოგთხოვენ უარგუმენტოდ ის კი არ ვაკეთოთ მივიღოთ სუვერენული მივიღოთ დამოუკიდებელი თავისუფალი გადაწყვეტილებები და მე ძალიან მიხარია და რწმენა მაქვს აბსოლუტური იმის როდესაც არგუმენტებს არ გეუბნებიან და ისე გეუბნებიან რაღაცას ეს არ უნდა გააკეთო არგუმენტები უნდა გაიზიარო თუ ის საფუძვლიანია ეს არის ნამდვილი ევროპულობა და საქართველო არის ქრისტიანული დემოკრატიული ევროპის შემადგენელი ნაწილი და ის აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის წევრი და თუ ვინმეს უნდა რომ იძახოს ესე უარგუმენტოდ არა რუსულ კანონს აქ ვუერთდები ამ მიდგომას თუ გნებავთ ვუერთდები ამ მიდგომას თუ გნებავთ არა რუსულ კანონს ჩვენ არ მივიღებთ რუსულ კანონს გარანტიას ვიძლევთ რუსული კანონი საქართველოში არა ასეთი პროექტი არ არსებობს აი აქ გატყუებენ მეგობრებო აქ ნუ გაიხდით თავს ნუ რა ვიცი მსხვერპლად როდესაც გეუბნებიან რომ კანონია რუსული და წაკითხულიც არ გაქვთ იმიტომ რომ ერთადერთი ვალდებულება რეესტრი დარეგისტრირდეს და გამჭვირვალობა უზრუნველყოს მედია ორგანიზაციამ თუ NGO სექტორის წარმომადგენლებმა აქ რუსული არაფერია ეს არის ევროპული მიდგომა და შესაბამისად ჩვენ ამ კანონს ამერიკის შეერთებული შტატები მოითხოვს რომ იმ მოსამართლეებზე რომლებსაც ამერიკის შეერთებულ შტატებს კითხვის ნიშნები აქვს გამოძიება დაიწყოს შესაძლებელია თუ არა ჩვენი სტრატეგიული მეგობრის ეს ხონა დაკმაყოფილდეს ჩვენ მქონდა მათ მიმართ თხოვნა რამდენიმე დღის წინ რომელიც მე გავახმოვან რომ მოეხსნას სანქციები ჩვენ მოსამართლეებს იმიტომ რომ არანაირი მტკიცებულება არ არის შესაბამისად ჩვენი მეგობრისგან მივიღეთ პასუხი რომ
რა ბრძანეთ თქვენ რა რაკენთო? გამოძიება დაიწყო. გამოძიება დაიწყეთ. ანუ ჩვენს კითხვაზე, ჩვენს თხოვნაზე, ჩვენს თუნდაც მოთხოვნაზე, რომ უსამართლო სანქციები მოეხსნათ ქართველ მოსამართლეებს, მივიღეთ პასუხი გამოძიება დაიწყეთ. ჩვენ მათ ასევე ვთხოვეთ, რომ მტკიცებულებები წარმოედგინათ. არც ერთი მტკიცებულება არ არის და მტკიცებულების გარეშე გამოძიების დაწყება არ არის დემოკრატიული სტანდარტი. არც ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მით უმეტეს, არც ევროპისთვის, არც საქართველოსთვის. ჩვენ გვაქვს საერთო ღირებულებები აქ. როგორც ამერიკელებს, ასევე ევროპელებს, ასევე ქართველებს გვაქვს საერთო ღირებულება. მტკიცებულებების გარეშე გამოძიებას არ იწყებს არც ერთი ქვეყანა. ამ შემთხვევაში მოთხოვნა რომ მტკიცებულებების გარეშე დავიწყოთ არ არის სწორი მოთხოვნა, თბილად რომ ვთქვათ, ერთი და თუ ეს პასუხია რომ მოუხსენით სანქციები და თუ ისინი როგორც ადრე ისე მიგვითითებენ დღესაც ჯერ არ ვთქვათ, მაგრამ ამას თუ გააკეთებენ რომ საჯარო წყაროებში არაფერი ჩანს. საჯარო წყაროებში ჩანს გიგაურის და ლომჯარიას რაღაცა კლანის ძახება და ამის მიხედვით გამოძიება ვერ დაიწყება. შესაბამისად ან მოუხსნან სანქციები პირიქით ჩვენ მათ გაღმავედავებით ამ დისკუსიაში ან მოუხსნან სანქციები ასევე ბოდიში მოუხადონ ლაშა ჩხიკვაძეს რომელსაც ოჯახის წევრებიც კი ძალიან რთულ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში ჩაუგდით ისე რომ საიქიმო დახმარება დაჭირდა იმ ხალხს და აღარ მინდა გავაგრძელო ამ თემაზე და მეორე შემთხვევაში თუ ეს ასე არ უნდა გააკეთონ მათ მაშინ მოგცენ მტკიცებულებები რის საფუძველზე დაასანქციროს ეს ხალხი და გამოიძიებს ქართულმა დღეს და ამ გადასახედიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ რომ აღნიშნული კანონპროექტი მიღებული არ იქნება კანონად არ იქცევა ამ გადასახედიდან რა შეგიძლიათ ვთქვათ ის კანონპროექტი რომელზეც საუბრობთ და ფართო საზოგადოება რუსულ კანონს ეძახის ამ გადასახედიდან ხელოვანები მესამე სექტორი მედია ეძახენ და არ ეთანხმებიან ის ფართო საზოგადოება არის თქვენთვის ერთი წამით თავარი არხიზის არ არის საზოგადოება ის ვინც არ ეთანხმება გაცილებით არ მითქვა. თქვენ თვითონ ფართო საზოგადოება. ეს არ არის ფართო საზოგადოება. ხედავთ ხელოვანების პროტესტს და დარბაზში აპლოდისმენტებს უმრავლესობა უკრავს ტაშ იმას რომ აღნიშნული კანონი. არ არის ესე. არ არის ესე. ისე რატო არ არის? თქვენ ფართო საზოგადოებას უწოდებთ უმცირესობას. ეს სხვა კითხვა დაგისვი და სხვაზე აპელირებ. არა, სხვაზე ამაზე გაგცეთ. ეს კანონპროექტი კანონად იქცევა. იქცევა უცნობად. იმიტომ რომ ეს თქვი რომ ეს არის ბრძოლა ქვეყნის დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მისაღებად. და როდესაც ვიცით რომ შავი ფული იხარჯება, ის ფული რომელიც არ დეკლარირდება, იხარჯება ეკლესიის წინააღმდეგ, იხარჯება არა ქართული ოცნების, არამედ სახელმწიფოს წინააღმდეგ, იხარჯება LGBT პროპაგანდისათვის, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, მეტი შეზღუდვა არ არის. იქ შეზღუდვა არ არის. თქვენ რომ რუსულს ეძახით, იმ რუსულში არის უამრავი შეზღუდვა. იყო და დაამატეს. ერთი შეზღუდვაც კი არ შეგიძლიათ დამისახელოთ წინასწარ გეუბნებით თორე კი ბატონო ბრძანეთ ჩამეჭერით თუნდაც ერთი აკრძალვა შეზღუდვა ქართულ კანონპროექტში ასეთი არ არის აი რუსულის თავარი მახასიათებელი რაც არის სიმკაცრე აკრძალვების ჩვენ არათუ ცოტა გვაქვს საერთოდ არ გვაქვს ფიზიკური პირი არ არის ამ კანონის ობიექტი შეზღუდვა და აკრძალვა საერთოდ არ გვაქვს თქვენ მაინც მუშაობენ ამ ორგანიზაციაში ფიზიკური პირები ყველა ორგანიზაციაში ყველა იურიდიულ პირში მუშაობენ ეს რა ლოგიკაა ნახეთ რა უსუსური არგუმენტია ასე ჭკვიან ადამიანს და განათლებულს ასეთ არ მეძლევა საშუალება რომ დისკუსიაში შემოვიდეთ შემიძლია ანუ აღნიშნულ კანონპროექტში წერია რომ ყოველ 3 თვეში ორგანიზაცია უნდა მიმართოს იუსტიციის სახლს იუსტიციის სამინისტროს და მას უნდა უთხრას რომ ის რეგისტრირდება უცხოური გავლენის წარმომადგენლად თუ ამ შემთხვევაში არ მიმართავს ის დაჯარიმდება 20-25,000 ლარით ესეთი ტიპის ორგანიზაცია კი ბატონო ესეთი ტიპის ორგანიზაცია ბოდიში უკვე არასწორი ინფორმაცია გაქვს წელიწადში ერთხელ და არა სამთვეში ერთხელ წელიწადში არა წელიწადში ერთხელ ავსებს დეკლარაციას ერთხელ რეგისტრირდება და არა მეთქი რა ხო ჩემ კანონპროექტზე თქვენ მელაპარაკებით ასე ამიტომ გეუბნებით ხალხო ბოდიში ამიტომ გეუბნებით რომ თქვენც კი წაკითხული არა გაქვთ აი თქვენც აგერ ჟურნალისტები ასეთი ტიპის ორგანიზაციებთან აგერ ჟურნალისტები ბრძანდებით ერთი წამით აგერ ჟურნალისტებს ბრძანდებით თქვენც არ გაქვთ დიახ წელიწადში ერთხელ სწორია დააზუსტა დაუშვათ კი არა 6 თვეში ერთხელ ერთხელ ავსებს იმ დეკლარაციას ერთხელ ხალხო წაიკითხეთ კანონი თქვენ მაინც წაიკითხეთ წევრები და მხარდამჭერები ამ წუთებში ქართულ ოცნებასთან მართავენ აქციას და აწყვეტენ გადაწყვეტილებას როდესაც მათ პარტიას გაუუღებთ რატო გივარდებათ ის მიკროფონები ხელთან რეგისტრაცია მე რას გებძვით აშკარად არ გებძვით პასუხებით მათ ამ პროტესტს ანუ ალტიფოს წევრები და მხარდამჭერები ქართულ ოცნებასთან აქციას მართავენ და ყველას აქვს პროტესტის უფლება და გააპროტესტონ კი ბატონო მაგრამ ქართულ ოცნებას ასე პროტესტებენ მათ რა გონიათ ხა ქართულ ოცნებიდან მიიღება ესეთი გადაწყვეტილებები
და ამიტომ ვიძახი რა, ჩვენ მართლა ამაყები ვართ ჩვენი დამოკიდებულებით. ყველას და ყველაფრის მიმართ. დამოკიდებულება არის კანონის აღსრულება, დამოკიდებულება არის კანონის სწორად შესრულება, რეგისტრაცია სადაც მოსახსენელია მოიხსნება, სადაც არ არის მოსახსენელი არ მოიხსნება და მოკლედ რა ვიცი, ყველა მხრიდან ჩვენ გვებრძვიან. ჩრდილოეთიდან, დასავლეთიდან, აღმოსავლეთიდან, სამხრეთიდან არის ასეთი ცალკეული ბრძოლის ელემენტები და ცალკეული მიმართულებებიდან, მაგრამ ჩვენ იმიტომ ვართ მხარები, რომ მართლები ვართ ნებისმიერი მიმართულებით, ყველასთან მართლები ვართ. მით უმეტეს, თუ კი ვინმეს უნდა ეხა რომ ბრძოლა გაგვიმართოს ჩვენ რაღაც სხვა მიმართულებებიდან, საიდანაც კიდევ უფრო ქართულ ხალხს არ მოსწონს დამოკიდებულებები. აქაც მართლები ვიქნებით. თარგმანი გააყალბა თარჯიმანმა ზაალ ანდრონიკაშვილმა საჯაროდ აღიარა რომ მან გააყალბა მისი სიტყვები და აგენტების კანონი უწოდა როცა კანცლერს მისგავსება. ნახეთ, შარშანდელიდან მოყოლებული ჩვენ მივედით იქამდე როგორც იქნა, რომ ჩვენი საგარეო მეგობრები და აქტორები რუსულს აღარ უწოდებენ კანონს. ყველა მიხვდა რომ უდიდესი ყველაზე დიდი სპეკულაცია არის სიტყვა რუსულის ხსენება ამ კანონთან მიმართებით, ხო? ახლა ცდილობენ რომ არა რუსულ კანონს ეს ბრენდინგი კვლავ გააგრძელონ ქვეყნის შიგნით, მაგრამ გარედან იქნება აგენტების კანონი მაინც ეწოდოს და თარჯიმანმაც ვერ შეიკავა თავი და გუშინ პრემიერის მოწოდებაც იყო ერთგვარი, რომ ჯერთ უნდა გაირკვეს პოლიტიკური აქტივისტი, ქართველი აქტივისტი. ორ თარჯიმანს შორის ერთი, რომელიც გერმანულ მხარემ დაიქირავა, რატო აღმოჩნდა? ერთი იყო საქართველოს მხარის მიერ დაქირავებული თარჯიმანი, რომელიც სწორად არ გვინდა და რაღა მაინც და მაინც გერმანულ მხარის მიერ დაქირავებულმა თარჯიმანმა, რომელიც აღმოჩნდა პოლიტიკური აქტივისტი, კერძოდ ევროპული საქართველოს პოლიტიკური აქტივისტი, რატომ მოხდა რომ ეს იყო თარჯიმანი? და მეორე, მოთხოვენ თუ არა მას პასუხს იმასთან დაკავშირებით, რომ გააყალბა და ეს გააყალბა თარჯიმანი და მე თვითონაც აღიარა ეს ყველაფერი. პრემიერის ვიზიტი მნიშვნელოვანი გზავნილები მოვისმინეთ. ახლა გადმოვალუყა. პრემიერის ვიზიტი რომ შევაფასოთ, რა მნიშვნელოვანი გზავნილები გუშინ კანონზე გადავიდა მთელი აქცენტები, ამაზე გავეთით პასუხი, მაგრამ ამ დროს 10-მდენი ვიდრე კანონთან დაკავშირებული ფრაზები დაუთმო გერმანიის კანცლერმა, ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა იმ პროგრესს ჩვენი ურთიერთობაში, იმ დამოკიდებულებას გერმანიის სახელმწიფოს მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში და მის ევროინტეგრაციასთან მიმართებაში, რაც ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების ერთ-ერთი პოზიტიური მხარეა, მთავარი პოზიტიური მხარეა და დიახ, საქართველოს მხარდამჭერი არის გერმანია და ის არის ერთ-ერთი მოწინავე იმ ქვეყნებს შორის, რომელიც მის ევროინტეგრაციას უჭერს ხარს, ამიტომ ჩვენ გერმანელი კოლეგებს, ჩვენ გერმანელი პარტნიორებს ძალიან დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ. სხვათა შორის არა მხოლოდ პოლიტიკური მიმართულებით არის ეს გაღრმავებული ეს თანამშრომლობა, მათ შორის სამართლებრივი საკითხებთან დაკავშირებით და ბევრ სხვა ისეთ ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით, ბევრი სხვა ისეთ სხვა საკითხებთან დაკავშირებით, რაც პოლიტიკურს ცდება და ურთიერთობების პროგრესზე კიდევ ერთხელ მიანიშნებს და მიუთითებს. პარტია გირჩმა განაცხადა, რომ გამჭვირვალობის კანონი არის ანტიამერიკული და პირველ რიგში ჯერ უნდა მოხდესო ლობიზმის დასაშობლოსთან დაკავშირებული კანონის დაინიცირება. ეს იაგოს გირჩი ეთქვა და ამ ინიციატივის დარეგისტრირებას ორშაბათს ეთქვა, გირჩებდა თქვენ როგორ ამდენ გლობად გეჩვენებათ მისი განხორციელება და როგორ უყურებთ? მოდი, ჩემი აზრით ეს არის უმცირესობის აზრი და თუ კი რაიმე მხარდაჭერას მოიპოვებს ეს სხვა პოლიტიკურ პარტიებს და საზოგადოების გარკვეულ წრეში მაინც არა ფართო მასებში ბატონო ჩემი, არამედ გარკვეულ წრეებში მაინც შეიძლება ამაზე მსჯელობას, მაგრამ მე მგონია რომ ეს მაინც და მაინც დღეს მისაღები პრაქტიკა არ არის, თუმცა შეიძლება ამაზე მსჯელობა, მაგრამ აბა ვნახოთ. იაგოს გირჩის მოსაზრებას გაცდება თუ არა ეს კანონპროექტი და მე ვილაპარაკო ამაზე. შავფულზე საუბრობდით, ევროპიდან და ამერიკიდან შემოსული ფული თუ არის შავი ფული, საინტერესოა თქვენი შეფასება და ასევე მეორე კითხვითაც ვისარგებლებ, მურუსიძე, თქვენ როგორც იურისტი ფიქრობთ თუ არა რომ კეთილსინდისიერი მოსამართლე? ახლა პირველი ჩემი კონკრეტული მოსაზრებები არ არის ამ შემთხვევაში დომინანტი. დიახ, სასამართლოში მოქმედი დღეს ყველა მოსამართლე არის კეთილსინდისიერი მინიმუმ იმიტომ, რომ მათ მიმართ ისეთი კითხვები, რეალური კითხვები, მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომელიც მათ არაკეთილსინდისიერებაში ვინმე დაარწმუნებს და ასეთი არ არსებობს. ნებისმიერი მათგანი შესაბამისად არის კეთილსინდისიერი. ეხლა მეორე კითხვა და მე ჩამეკითხებ. რა მკითხეთ მეორე? მეორე კითხვა შავი ფული. ეხლა რა შეეხება? დიახ, შავი ფული არის ნებისმიერი ისეთი ფული, რომელიც კარგ საქმეებთან ერთად აქეთ დაფარულად ხმარდება კანვასის ტრენინგებს.
ხმარდება ფრანკლინის კლუბში ექსტრემისტულ ტრენინგებს. ხმარდება LGBT პროპაგანდას და ვითომ იფუთება უფლებების ეგიდით. დიახ, ეს არის მტრული მოქმედებები. ჩვენ ვარჩევთ, თქვენ ისი თქმაც გინდათ გამოყანათ, იმას არ გამოგაყვანებთ, როგორ ეხა ნახეთ. ჩვენ ვარჩევთ მეგობარ სახელმწიფოებს, არა მეგობრული სახელმწიფოების გარდა. მაგრამ ამ მეგობარი სახელმწიფოების სახელმწიფოში არსებული დონორი ორგანიზაციებისგანაც ჩვენ გვქონია მაგალითები, მაგრამ წინა პერიოდში მაგალითად ისვედი ფინანსდება დონორი ორგანიზაციისგან, რომელიც არის ჩვენი მეგობარი ქვეყნის დონორი ორგანიზაცია, თუმცა ისვედმა სოფლიოში პირველად გააყალბა პარალელური ხმის დაცვის მონაცემები. ეს იყო მტორული დამოკიდებულება, მაგრამ არა მეგობარი ქვეყნის მხრიდან, არამედ კონკრეტული იმ დონორი ორგანიზაციის მხრიდან, რომელსაც არ აწყობს, რომ ეს ყველაფერი გაიშიფროს. მაგრამ ჩვენ მათ ვეუბნებით, რომ თქვენ კაი ხალხო, ქართულად რომ ვთქვათ, თუ გნებავთ კი ბატონო, თქვენ კარგო დედმამიშვილებო, თუ როგორც თქვენ ბრძანეთ. აგერ აფინანსებთ რაღაც კარგ საქმეს, უფლებების დაცვის საკითხში. აქ ფერმერებს გვიტრენინგებთ, იქ რაღაცა გამჭვირვალობის საკითხებს თქვენ თვითონ ატრენინგებთ. ეს გამჭვირვალობა რა პრობლემა გახდა? ორი იმდენ ფულს თუ ხარჯავთ ისეთ ადგილებში და 10 იმდენ, სადაც ჩვენ წარმოდგენა არ აქვს და ჩვენ საზოგადოება სად იხარჯება ეს თანხა. მოდი ესეთ გამჭვირვალ რა გაქვთ დასამალი? როგორ შეიძლება ამხელა ამბავი მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის იყოს ატეხილი, რომ მათ არ უნდათ გამოაჩინონ ეს ფული? მეტი არაფერი არ ხდება, წარმოგიდგენთ. ამხელა ამბავი ატეხილია, იმიტომ რომ არ გამომჟღავნდეს სად მიდის ის ნაწილი ფულისა, მაგალითად 85 მილიონიდან რომელიც დახარჯა 7 ორგანიზაციამ, 70 მილიონი რომ არ გამოჩნდეს. ესე იგი გამოდის რომ 15 მილიონი რაღაც ისეთ საქმეში დაიხარჯა, სადაც პრობლემა არ იყო, გასაჯაროვდა და 70 მილიონი საერთოდ სად წავიდა კაცმა არის ის, ანუ ეჭვის საფუძველი მინიმუმ ხო არ და გაასაჯარო რა პრობლემა. 2012 წლამდე მურუსიძეზე ყოფილი ხელისუფლება ზეწოლას ახორციელებდა თქვენი აზრით? ყოფილი ხელისუფლება მურუსიძეზე კი რა ყველაზე ახორციელებდა აბსოლუტურად ზეწოლას. ის მოსამართლეები, რომლებაც ყოფილი ხელისუფლების ზეწოლას ვერ გაუძლეს და დღეს ისო მოსამართლეები არიან. მოსამართლე რომელმაც ერთხელ ვერ გაუძლო ზეწოლას. შესაძლებელია რომ ქართული ოცნების ზეწოლას გაუძლოს. სწორედ ამაზე არის. ჩვენ ზეწოლას ვინ გაუძლებს და ვერ გაუძლებს? ადამიანმა რომელმაც ერთხელ ვერ ჩააბარა ტესტი მოსამართლეობის. რისი ტესტი უნდა ჩაებარა? იმის ობიექტური გადაწყვეტილება მიიღო. თქვენ რისი მომხრეხათ იცით? მაგალითად რეჟიმის დროს, ეხლა რასაც ამბობთ, რეჟიმი როდესაც არის და არა მხოლოდ ავტოკრატია, ავტორიტარული რეჟიმი როა, რაც სააკაშვილის რეჟიმის სახით ხდება. იქ ვინც მუშაობდა, მაშინ ყველა უნდა გაათავისუფლოს სამსახურიდან. თქვენი ლოგიკის მიხედვით მოსამართლე, პროკურორი, პოლიციელი, საჯარო მოხელე, ყველა ამ რეჟიმის მსხვერპლი იყო, ყველა რეჟიმის ბულინგის მსხვერპლი იყო და მაშინ ვინც მუშაობდა იმ სისტემაში, მემაბრალებენ არ მიმუშავია ერთი დღე. მემაბრალებენ ხოლმე და არ მიმუშავია ერთი დღე სინამდვილეში, მაგრამ ვინც მუშაობდა, ესე იგი ის ხალხი ყველა უნდა გაუშვათ თანამდებობებიდან, რაც აბსოლუტურად აბსურდული მიდგომაა, იმიტომ რომ ჩვენ ის კი არ უნდა ვიფიქროთ, რომ დღეს იგივე რომ იყოს იგივე დაბრუნებას აპირებთ თუ რა ხდება? ბოდიში იგივე რომ იყოს, ვინ გაუძლებს და ვინ არა. ჩვენ უნდა შევქმნათ სისტემა და შევქმნით უკვე სისტემა კონსტიტუციიდან დაწყებული, აღსრულებით გაგრძელებული, სადაც მსგავსი ზეწოლა მომავალში გამორიცხულია, თუ მსგავსი ზეწოლა თუ იქნა, პირობას გაძლევთ. ღმერთმა არ ქნა სამ ქვეყანაში, ნაცმოძრაობა დაბრუნდეს. კვლავ რაც არ უნდა თქვენ რომ მიხვიდეთ, ნებისმიერი თქვენგანი იმ ზეწოლას თქვენც ვერ გაუძლებთ. გამორიცხული ამბავი, სისტემა არ უნდა ჩამოყალიბდეს ესეთი თორემ. თქვენც რო იყოთ, ეხა თავი რომ გაგცათ. დღეს რა საფრთხე არსებობს, კაცო? მოსამართლეების ზეწოლის საფრთხე და ვინმეზე ზეწოლის საფრთხე? ძალიან შეშინებულები ჩანხართ თქვენ ეხა რა გეშინიათ ვინმე ზეწოლის რა. კომისიამ რომელსაც ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები უნდა შეარჩიოს, ქრონიკის ინფორმაციით ირკვევა, რომ პირადი ინტერესები აქვს კონკრეტულ ამ კანდიდატის სიაში არიან ისეთი ადამიანები, ვისაც ახლა ურთიერთობა აკავშირებთ ამ. კი ბატონო, მოდი ამასაც რომ თავი დავანებოთ, თქვენს ექსკლუზივსაც რომ თავი დავანებოთ. სალომე ზურაბიშვილმა დააკომპლექტა იმ ადამიანებით და ყოველ შემთხვევაში ერთი ვიცი მხოლოდ და სხვა შეიძლება ასეთი იყოს, ერთ-ერთი რომელმაც მიიღო საბოტაჟში მონაწილეობა სამწუხაროდ. როდესაც ეგონათ რომ ჩამოიშლებოდა საბანკო სისტემა, მათ ეს ქნეს გააკეთეს, გადადგნენ და საბანკო სისტემა არ ჩამოიშალა და ადამიანი რომელიც შეიყვანა კომისიაში, მან სალომე ზურაბიშვილის საბოტაჟის გეგმაში მიიღო უკვე მონაწილეობა და ამით ის მხილებულია, ეს სქემა მთლიანად მხილებულია და სალომე ზურაბიშვილი თავად გახდა ნაცმოძრაობის ერთი რიგითი აქტივისტი, რომელიც ყველაფერს კადრულობს უკვე. ყველაფერს
იმ დონის ცუდ რაღაცებს კადრულობს, რომელსაც ყველაზე რადიკალი ნაცები კადრულობენ და ეგ არის სოფლიო ბანკის ანგარიშით საქართველოში სიგარეტის მაჩვენებელი არის რაღაც მეკითხები და რომელიმე მეკითხები 5%-ზე, რაც არის ისტორიული მაჩვენებელი, როგორია თქვენი შეფასება ამ ფაქტთან დაკავშირებით? ამ მეთებას გავაგრძელებ. ნათქვამია, რომ სიგარეტის კვლევა გაგრძელება მომდევნო წლებშიც ისტორიულ მინიმუმზე არის მაჩვენებელი და მატება და სიგარეტის კვლევა დაიწყო 2012 წლის შემდეგ, მაგრამ უკიდურესად მძიმე ოღონდ ერთ რამეს აგიხსნით ეხლა მე თქვენ. ოღონდ არ აგვერიოს უკიდურესი სიგარება საერთაშორისო სტანდარტის მიღმა სიგარების მაჩვენებელი, ჩვეულებრივი სიგარების მაჩვენებისგან. ანუ ის იყო სიგარების მაჩვენებელი იყო 30 და ჩამოვიდა 15%-მდე, ახლა რაც გამოქვეყნდა კვლევა, ეს არის უკიდურესი სიგარების მაჩვენებელი, რომელიც 3% ჩამოწდა თუ არ ვწდები და ეს არის უდიდესი პროგრესი. ანუ ჩვენ შეგვიძლია თამამად თქვათ ერთი რაღაც. ახლა ერთი ფასებზე რო ლაპარაკობენ, იმაზე რო ეკითხებით, კანონზე რო ეკითხებით და ფასებიო რო იძახიან. ამ ხალხს ერთი შეეკითხეთ. როგორ მოხდა ისე რომ 2012 წლებში რაც იყო უკიდურესი სიგარების მაჩვენებელი 2004-ში იყო უფრო კარგი მაჩვენებელი. ოდნავ, მაგრამ უფრო კარგი. ანუ 2004 წელზე უარესი მაჩვენებელი ჰქონდათ 2004-2012 წლებში ნაცებს წარმოიდგინეთ. და 2012 წლის მერე დღევანდელ დღემდე სოფლიო ბანკის შესაბამისი კვლევით და გამოქვეყნებული მონაცემებით 3.5-ჯერ არის საქართველოში უკიდურესი სიგარება და იმათ რომ არ გავეჯიბროთ 2017 წელს აგერ ჩვენ პერიოდში რაც იყო იმასთან შედარებით უკიდურესი სიგარები არის 2-ჯერ შემცირებული. ახლა ილაპარაკონ ფასებზე, ახლა ილაპარაკონ სიგარებაზე, ახლა ილაპარაკონ ეკონომიკაზე. ბატონო მამუკა, რას ვარაუდობთ ემიგრაციაში? ერთი წამით პირველად დაფიქსირდა წელს დადებითი სალდო საქართველოში მოსახლეობაში. პირველად ახლა თქვენ რატო გსვათ რომ შეგეძლო უკიდურესად დადებითი სალდო ცილედით 2000 მეტი ადამიანი პირველად დაფიქსირდა. ანუ ვიღაცა მიდის, ვიღაცა შემოდის და რა თქმა უნდა, ბევრი ადამიანია მათ შორის. ნახეთ, ის 3% და 2% უკიდურესი გაჭირვება იმას კერნიშნავს, რომ აღმოიფხრა. 15% სიგარები იმას კერნიშნავს, რომ აღმოიფხრა. 30-დან 15-მდე შემცირდა, 11-დან 3-მდე 2.5-მდე შემცირდა უკიდურესი სიგარები. შესაბამისად ამისა ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ სიმართლეზე. თქვენ შეგიძლიათ ასე კი არ დასვათ შეკითხვა. მე ხო ვერ გასწავლით, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ რომ ეს არის ძალიან კარგი, რომ 2012-დან უკიდურესი სიგარება თურმე სოფლიო ბანკმა გითხრათ, შემცირებულა 3.5-ჯერ, მაგრამ ის 3.5-ჯერ შემცირებულიც კი უფრო სწრაფად რატო არ აღმოხვრით? ეს გასაგებია. ეს შედეგი დადო სწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ რეალურმა დამოკიდებულებამ კორუფციის შემცირებამ გაქრაო არავინ არ ამბობს ვერ იტყვი ამას იმიტომ რომ კორუფცია ყველა ქვეყანას აქვს სამწუხაროდ ჩვენ წინ მივიწევთ კორუფციას ამ ბრძოლაში და ერთ-ერთ პრიორიტეტად გვაქვს გამოცხადებული და მე დარწმუნებული ვარ ირაკლი კობახიძის პრემიერების დროს აქ შტამბეჭდავი პროგრესი იქნება მიმართულებით და შემთხვევით არ ვლაპარაკობ ამას და აქედან გამომდინარე ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რომ ეს არის სწორი ეკონომიკური პოლიტიკის ეს არის კორუფციასთან ბრძოლაში წინწაწევის შედეგი ეს არის საქართველოს პროგრესის შედეგი რომელიც პროგრესიც უნდათ რომ მათ აჩვენონ პირიქით ჩვენმა ოპონენტებმა მაგრამ რეალობა ეს არის და სოფლიო ბანკი არ არის ქართული ოცნების ორგანიზაცია ჩვენი სასარგებლო კვლევები რომ დადოს სამჭირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ სტუდენტური მარში გეგმება აუშევათ გარკვეული სასწავლებლების სტუდენტებს უკვე გაეგზავნათ მეილები და მოუწოდებენ რომ შეუერთდნენ ამ მარშს თქვენ როგორ აფასებთ ამ მოწოდებებს და ამ ფაქტს იმ დღეს მკითხეს 10-ჯერ და 20-ჯერ ნაკლები ადამიანი იდგაო აქციებზეო ვიდრე იმ პერიოდში ანალოგიურ სიტუაციაში. არა აქვს მნიშვნელობა 20-ჯერ ნაკლები იქნება თუ არა, ჩემთვის მნიშვნელობა აქვს პირადად, რომ ერთი ადამიანიც კი არ იყოს მოთხოვებული, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი დღეს კიდევ არსებობს, რომელსაც წაკითხული არ აქვს და ამბობს რომ არა რუსულ კანონს. აი წარმოიდგინეთ, წაუკითხავ კანონზე, არც რუსული აქვს წაკითხული, არც ქართული აქვს წაკითხული, არც ამერიკული აქვს წაკითხული, არც ევროპული ინიციატივა და არაფერი წაკითხული აქვს და მაინც ამას ამბობენ. მე ზოგი ამბობს რომ რაღაცა ტანით გზნობს, ზოგი ამბობენ რომ დღეს ნახე ერთ-ერთი ძალიან ცნობილი ადამიანის გამოხმაურება ამაზე რომ წავიკითხე და აი ახლა ტვინითაც და გულითაც გზნობ და თუ წაიკითხა რანაირად გზნობს ტვინით. ანუ წარმოიდგინეთ რომ წაიკითხავ დეკლარირების ვალდებულება და რუსულია ვიძახი და რანაირად ახერხებს ეს ხალხი ამას აი მარტ გულწრფელად მაინტერესებს რა. ჩემთვის როგორც ხელოვანი ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანი და ცნობილი ადამიანის და საპატრიოტიზმო ადამიანის გამოვიდა და თქვენს რომ ეს კანონი არის რუსული. წაიკითხონ ურჩევ. წაიკითხონ და მათ შორის კიდე ერთი სიმპტომატიკა იყო ძალიან ცუდი რომ აი ეს დააკავშირეს უკვე ბოლო დროს წამოვიდა LGBT პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართულ საკონსტიტუციო კანონებს ნუ დააკავშირებენ.
ძალიან მთხოვ ყველას ნუ დააკავშირებენ და ერთიც და მეორეც წაიკითხონ. ისინი არიან ჩვენი ქვეყნის ღირსეული შვილები და ცდილობენ რომ რაღაცა პროტესტი გამოთქვან და შეიძლება მუდურობის გამოც ხანდახან და რაღაცეებს იმაშობენ, წაიკითხეთ ხალხო ის კანონი. წაიკითხეთ რა წერია იქ ისეთი, არ მოატყუებინოთ თავი არავს. ერთი ადამიანი გამოსულა ხა გუშინ ისეთი მშობლების შვილი, რომ ენა ვერ მოგიტრიალდება მარტო მშობლების გამო. მის მიმართ. მაგრამ ხო შეიძლება რომ ამ ადამიანმა, მსახიობმა ადამიანმა, ხელოვანმა წაიკითხოს კანონი. აი ვთხოვ უმორჩილესად, უბრალოდ კანონი წაიკითხოს და მერე თქვას რა არის იმაში რუსული და იმავე დღეს ამაზე რეაგირებას მოხდეთ და ერთი იცოდეთ ყველა. ჩვენ რეაგირება ხალხის რაოდენობაზე იქ 12000 კაცი იქნება 4700 თუ 20. ამაზე კი არ მოახდენთ. ერთი ადამიანის მნიშვნელოვანი. ჩვენ მოახდენთ რეაგირებას თუ ვინმე საინტერესებს არგუმენტებზე. მოვიდნენ კომიტეტია ორშაბათს, სამშაბათთან ოთხშაბათს რა ვიცი როცა იქნება ამისი განხილვა სასესიო. არგუმენტები წარმოადგინეთ და მე გითხარით რომ ამან ეს არგუმენტი დადო, საფუძვლიანი იყო და რატომ არ იხევ უკან. აი პროტესტია და ამდენი ადამიანი მოვიდა, ამდენმა მოლოტოვი, ამაზე კი არ დავიხევთ უკან ჩვენ. თუ კი ოდნავ მაინც რამეზე დისკუსიაში შევიდეთ, შეიძლება ეს იქნება მხოლოდ ამის საფუძველი, შეიძლება იყოს არგუმენტი. მოდი მოიტანეთ არგუმენტები ძალადობის მაგივრად და კოქტეილების სროლის მაგივრად, მოიტანეთ არგუმენტები. ხო წაახალისა ეხა ქალბატონ ასალომე მისა ძალადობა. მაინც გირჩევთ ყველას, რომ არგუმენტები მოიტანოთ და არა კოქტეილები. და კოქტეილების ბრძოლა თუ ვინმეს მოუნდება ამ სახელმწიფოს საკადრის პასუხს გაცემს, მაგრამ არგუმენტებზე ჩვენ მხოლოდ არგუმენტებით დაუპირისპირდებით და ამ არგუმენტებს გამოვიყენებთ სიმართლის დასადგენად და ყველა ადამიანის სიმართლეში გასარკვევად.